გამარჯობა, პატივცემულო ტელემაყურებლებო. თქვენ უყურებთ გადაცემა ყვითელმიქს, რომელსაც მე ჟურნალისტი ლანა ბიბილურიძე წარმოგიდგენთ. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტ ოპერატორი ბატონი ვეფხია სამსონიძე. მოგესალმებით ბატონო ვეფხია, უდიდესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. როგორ ბრძანდებით? პირიქით თქვენ მადლობა, ტელეკომპანია თრიალეთს პირადად თქვენ, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ ჩემ ლექსზე შექმნილი სიმღერა გაჟღერდა აქ კოჩა ჭაბუკაიძის მეშვეობით და ძალიან მადლიერი ვარ პირადად ამ ტელეკომპანიას, იმიტომ რომ მაინც ეს ყურადღება ძალიან სასიხარულოა და რაც თქვენ გვერდით მიგულეთ. ბატონო ვეფხია, გვიანბეთ თქვენზე. როგორ დაიწყებდით თქვენს ავტობიოგრაფიას? საიდან იწყება ეს ყველაფერი? იწყება და გეტყვით მერვე კლასიდან დავიწყე ლექსებს წერა, მეათე კლასში მოინდომე მოისურვე ჟურნალისტობა, ოღონდ მაშინ მე არ ვიცოდი, წარმოდგენა არ მქონდა სად მივაბიჯებდი. მაშინ ის პერიოდი იყო, ეს კომუნისტების პერიოდი, როცა სანამ ჩასაბარებლად გამოცდებს მიხვიდოდი, შემოქმედებით კონკურსი უნდა გაგელო. უნდა დაბეჭდილი წარგედგინა, მაშინ ტელევიზია და რამე ჩემთვის ნატურა კი არა და არაფერი წარმოუდგენელი რამე იყო, ამიტომ ძირითადად მაინც სტატიები უნდა გეგროვებია, მაგრამ ესეც ჩემთვის პრობლემა იყო. პატარა ქალაქის მაცხოვრებელი და გადავწყვიტე, რომ არა ჟურნალისტი გაჩამებარები, არამედ პედაგოგიურზე. და პირველივე გამოცდაზე რუსული ენა და ლიტერატურაში წერითი გამოცდა დაგვინიშნეს და ჩაგვაფლავეს. მე ჩავფლავდი. თავისუფალი თემა დავწერე, მაგრამ გრამატიკულმა შეცდომებმა მიღალატა. ამის შემდეგ ტრიბუნს ტელევიზია გაიხსნა, პიონერი ვარ, ერთ-ერთი პირველი, ჩვენი უფროსი, ასე თქვა, დამაარსებელი ერთ-ერთი ავთო ცქიფურიშვილი, ჩვენი უბნის მეზობელი იყო და მეორე იზოლ ბარბაქაძე ტელეანძის დირექტორი. ავთო აღარ არის ცოცხალი და ამიტომ მინდა მოვიგონა. მან აღმოჩნდი საქალაქო ტელევიზია დაარქვეს და ვიყავი ოპერატორი, წერდი ასე ვთქვათ სიუჟეტებისთვის ტექსტებს და მონტაჟზე უფროსი მუშაობდა. სულ 2-3 ადამიანი ვიყავით და გადიოდა ეს გადაცემები კასეტაზე ჩაწერილი, 90-იანი წლებია ის ძველი დრო, 96 წელია მე მგონია პირველი გადაცემები რო გავიდა, ვთიშავდით საკავშირო ტელევიზიის პირველ არხს და გადიოდა 1 საათიანი გადაცემები კვირაში ერთხელ და მე ამ მქონდა პირადად ვიდეო მაგნიტოფონი, ვიდეო კასეტა, 2 კილო კარტოფილი და 2 პური. რო იქ ღამე ვრჩებოდი ბორიგასთან ერთად, ბუნებრივია შენობა იყო, გათვარი და ყველაფერი. ზამთარს ზაფხულ დავდიოდი ერთი პერიოდი. და იმდენად მოხარში ჩავარდი, რომ ძალიან ჩემთვის ეს ძალიან კარგი იყო. ამის მერე მოხდა გადატრიალება, შემოტრიალება ჩემ ბიოგრაფიაში. რატომღაც მოენდომა ჩემო უფროსმა გამოვეშვი თბილისში ინტერნეტის სემინარებზე კინოს სახში 1 კვირის განმავლობაში. აი მან ნახე მე პროფესიონალური ტელევიზია რაც იყო. და ჩემთვის უთხარი ვაღიარე, რომ ან შენ იქნები ოქროს ბიჭი შენ ქალაქში, ყველა მიჩნობდა და ვიტო, ახლა იურონით ვამბობ. რომელი ქალაქი? ტიმურში. ან დაიწყო ნულიდან და წამოხვიდე სადღაც შეუცნობელში. და აქ ტელეკომპანია ოკრიბა ვარკეთილში, მთელი 4 მიკრორაიონს მოიცავს და კიდე უფრო მეტ მოიცავდა ტერიტორია და მან ჩვენებული ვანო ცნობილაძე მუშაობდა, დირექტორი დამფუძნებელი იყო და მისი ძმისშვილის ხელით გამოვაგზავნე წერილი და მიხვეწებოდი რომ იქნება მიმიღოთ. და აქ მოხდა ცვლილებები ის რაც მე კარგად წამოვიდა მის მერე. ამის მერე მე გარკვეული პერიოდი 1 წელიწადი თუ ცოტა მეტი იქ რასაკეთებდი? დავყავდი ისევე იგივე საქმეს, ოპერატორი, მემონტაჟე სხვა იყო, მაგრამ ტექსტებსაც წერდი როგორც ჟურნალისტი. ასე ვთქვათ, ყავდა კარგი კოლეგა, წამყვანი ლია ღარიბაშვილი, ახლა სხვა ფირმაში მუშაობს, მაგრამ იმავე ტერიტორიაზე და კიდე მინდა ვახსენო ჩემი მეგობარი, რატო დათო ბეჟიტაშვილი, ის იღებდა გადაცემათა ციკლს მონატრება. აი მან იყო შეხვედრები ძალიან ძვირფასი, რომელიც მე დღემდე მახსოვს. და ჩამოვთვლი უბრალოდ. მაშინ ჩვენ გადავიღეთ გადაცემები და იღვალი არ გინდა ის გადაცემები მე ჩემ ხელში მოხდა ვიდეო კასეტებიდან გაციფრულება მე მოახდინე და მე გავაცოცხლე. გადაცემები მოამზადეთ გივი ბერიგაშვილთან, თენგიზ არჩვაძესთან, ლეილა ბაშიძესთან, მის ბინაში ერთი კვირა გვაცდებინა. და ჩემი სახელი რო გაიგო, ჩახუტებული ვყავარ კადრში დაფიქსირებულიც არის. ირმა სოხაძესთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. 90-იანებში ჯერ კიდევ გადავიღეთ.
ეს ძალიან ძვირფას მოგონებად დარჩა 90-იანებში. მე მოხდა ისე რომ საკანონმდებლო ტელევიზია და თქო მიცნობთ ამ ადამიანებს ვინც ჩამოთვალეთ. პირადად გავიცანი გადაღებაზე. ეს არის შტაბეჭდილება დაგრჩათ. როგორ გაიხსენებდით ამ ადამიანებს? ძალიან ტკბილი ადამიანები. გივი ბერიკაშვილმა ვაკის პარკში ჩამწერეთ, დოდო ჭიჭინაძესთან სხვა ოპერატორმა გადაიღო, მაგრამ მე მოყვა მე მენდობოდა დათო ბეჟიკაშვილი. გივი ბერიკაშვილი ვაკის პარკში ქონდა გადაღება თენგიზ არჩვაძესთან და მასთან. და გივი ბერიკაშვილმა თავისი მანქანით წამოგვიყვანა და იქ კიდე ვიღადავეთ ბევრი. ვიღადავეთ რა ხუმრობაში ძალიან თავდაბლობით, ძალიან უბრალო ადამიანები, საერთოდ თავდახრილი თენგიზ არჩვაძე საუბრობდა და ლეილა ბაშიძემ საერთოდ ბოლოს მე ასებობს ეს კადრები ცალკე დავდეთ მეგობართან ერთად, რომ მე თუ ფილმის გადაღება მეღირსება თქვენთან ერთად გადავიღებ. აღიღესა მართალია, მაგრამ ძალიან ძვირფასი მოგონებები ეს ჩემთვის და ზუსტად ამის წინ თუნდაც მე სხვა საქმის წინ მომეკიდებია ხელი მარტო ამ წუთებისთვის ღირებულება და მაგის მერე ცოტა სხვანაირად წავიდა ჩემი ბიოგრაფია, ასე ვთქვათ, საკონტროლო ტელევიზიაში გადაცემების გაკეთება შეწყვიტეს და მე მომეწია წამოსვლა. და მე იყო უმძიმესი 3 წელიწადი დეზერტირების ბაზრობაზე ჩავმაგითხა ჩემმა მეუღლემ და დავდექით პროდუქტებს ვყიდით. რითი უნდა გამერთო თავი, გამოვიდა გაზეთი ხვალინდელი დღე, აქამდე მოწამილი. მაგრამ ის პერიოდი გადალახეთ, როგორ იყო ის პერიოდი? თქვენი ფიქრები, თქვენი ოცნებები. ჟურნალისტიკის მაინც ფიქრობდით, რომ არასდროს და არ უნდა გავჩერებული ხომ და კიდე ერთი შემოტრიალების პერიოდი იყო ხვალინდელი დღე გაზეთი მე აქ მაგ მოტანელი ოღონდ აქაც უცნაური რაღაცა დამემართა. რომ გამოვიდა ეს გაზეთი, გამოაცხადეს საგაზეთო კონკურსი საფეხბურთო პროგნოზების. რამდენჯერმე გავიმარჯვე და მიმქონდა ამოჭრილი, ასე ვთქვათ, ბარათები ჩასაბარებლად. ნებრივია, ხო, ზედმეტად ტოტალიზატორი ნაკრები თუ ყავთ საფეხბურთო. ესპანეთი, ბრაზილია, საქართველო ბუნებრივია, გულშემატკივრობ, ოღონდ მაშინ ძალიან ემოციური ვიყავი ახალგაზრდობაში, სადღაც 20-25 დღეს აღარ. არა, ემოციებს აღარ ვავლენ თუ არა, მე ჩემი ბღავილი ისმოდა, ყველილი კი არა, დინამოს, თბილისის დინამოს გულშემატკივრობდი ბავშვობაში და მეზობლები გამორბოდნენ დედაჩემთან ყანაში, არიქა ძმებმა დახოცეს ერთმანეთიო და სინამდვილეში ხელებთან არ ჩაწერეთ ინტერვიუ. არ მქონია მაგის ბედნიერება, იმიტომ რომ კალათბურთელთან მქონდა ერთ-ერთი მარტო კალათბურთელთან აი ჯავლეთ ხოხაშვილი რომ ხელმძღვანელობდა იმ გუნდს მარკეტინგში ცხოვრობდა ერთ-ერთი კალათბურთელი გვარს შეიძლება მე გავიხსენო და ბატონ ჯავლეთთან მქონდა ინტერვიუ მაგ დროს ჩავწერეთ იმ სპეციალური გადაცემისზე. ფეხბურთელებთან ნაკლებად ვიხსენებ, საკაბელოში არა, ყოველ შემთხვევაში, არც მე. და ხვალინდელი დღის ამბავს გეტყვით, მე ვიფიქრე რომ ეს არის ახალი ვერსიის ჰოლდინგი აგლაძის ქუჩაზე, დიდ შენობაში იყვნენ და ვაბარებდი ამ იმას ქვითრებს და ვიფიქრე მეთქი ამდენი ჟურნალისტი დადის ჩამოდის კიბეებზე. ერთი რაღაცა შევთავაზებ მე ჩემსას იდეას. და იქნება გაამართლოს მეთქი და ეს კიდე ერთი საყრდენი წერტილი იყო გელა გურჯენიძესთან შევედი მაშინდელ რედაქტორთან გაზეთი ხვალინდელი დღეს და უთხარი რომ მე რაც დამაკლდა სკოლაში არ მისწავლია ისტორიულ პიროვნებებზე, მოვლენებზე, აი სტატიას მოგიმზადეთ მეთქი, რომელიც კითხვადი შეიძლება იყოს და ამანაც კითხველი დაინტერესებსო და ისე ჩავჯექი ამ სტრუქტურაში, ეს ყოველდღიური გაზეთი იყო. და კვირაში 7 დღე ხო, 6 დღე ჩემი სტატიები გადიოდა. და ბირჟაზედაც ვიყავი შემსრე იმისი გაზეთის გამყიდველი, როგორ ეუბნებოდა ჩვენ გამყიდველს, სანამშრომლებს, ახლა რა გაქვთ სტატია, ელოდებიან ამ სტატიას, რომ აღდათ ეს სიმართლეა, არ ტრაბახობ, არ ტყვი ვარ. და ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგა ჟურნალისტმა, მე ქუთაისელმა, შევხვდით თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, და უი შენახა ვებხია სამსონ ჩემი შვილისთვის ვაგროვებო სტატიებსო და მე ვცდილობდი და თან განსაოცარი კი არა და სასაცილო ის იყო რომ მაშინ კომპიუტერთან ჩვენ მე არ მქონდა ტექსტის აკრების ხელით მიმქონდა და მე მითხე სადაც რა ხარ მე კომპიუტერთან დაჯექიო და იქიდან ავითვისე კომპიუტერი 36 წელს ასაკში ვიყავი. ასე რომ არასდროს არ უნდა შეჩერდე ადამიანი შენით უნდა ისწავლო ყველაფერი, სხვა ყველაფერი გასწავლოს. მე მქონდა ერთი მომენტი, როცა საკანონმდებლო ტელევიზიაში მუშაობდი, ხმის დადება აუდიო დუბ ეძახიან ძველი ტერმინებით, ის არ მასწავლო შევხედა ვისწავლე. მე როგორ მოხდა?
მე ეს გახდა პოპულარული სტატიების ციკლი, ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ გაზეთი დაიხურა 2005-ში. მართალი კაი ხელფასი მქონდა, მაგრამ კიდე მოხდა ერთი შემოტრიალება. ერთი შემოტრიალება მოხდა იქიდან, რომ ამ გაზეთებში, ჰოლდინგში აუდიტორ მომსახურებას ეწეოდა ცოდნისა. აქვე არის ვაჟაზე, გიორგი ცერცვაძე და მან მიმიწვია თავის ორ ჟურნალში თანამშრომლობა. აუდიტი აღიწყო ფინანსები, ბიზნესი და მენეჯმენტი. აქაც ფინანსურ საკითხებზე ერთ ჟურნალში თვეში ერთხელ გამოდიოდა, ცარცის ხაღარზე იბეჭდებოდა ორივე და კვარტალური იყო იქაც. დღემდე არის ჩემი სტატიები, მაგათ ვებ გვერდზე ატვირთული და დარჩენილი. რო შეხვიდეთ აკრიფოთ ჩემი გვერდზე სახელი, იქ არის დარჩენილი. ხო და ეგეც ჩემი ასე ვთქვათ ბიოგრაფიული წარამატი და წინსვლა იყო, იმიტომ რომ აქ დამინახეს, იქ მიმიწვიეს. და ზოგადად ადამიანებმა ერთი რამე უნდა ვისწავლოთ, ნუ საქართველოში მაინც ერთმანეთის დანახვა და დაფასება. რომ ის რა ნაპერწკალს გამოყრის შემოქმედი ადამიანი, ჟურნალისტი იქნება, პოეტი იქნება, მოცეკვავე იქნება. არავინ ვიცით. ხო, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვეძებოთ. და უნდა ვიპოვოთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? ასეთი ადამიანებს შეგახვედრათ ცხოვრება, თქვენში დაინახა ნიჭი, მოგცეთ მოტივი. ეს იყო ბედის და იღბალის ამბავი და მე კიდე ერთი უნდა ვთქვა, იმ ჰოლდინგში აუცილებლად ახლა შევეხმიანი იმ რედაქტორს. გამოდიოდა ჟურნალი ულტრა. შვეტა კვარაცხელი მწერალი, საკმაოდ საინტერესო პიროვნება, ძალიან თბილი ადამიანი ურთიერთობებში და მან ამ თავის ჟურნალში თავისი რედაქტორობითაც მომცა საშუალება დამეწერა სტატიები და მე იქ უფრო მეტად მომზადებულ სტატიებს ვეცდადი, მაგრამ ერთ სტატიას გავიხსენებ. ეს იყო ინტერვიუ ეროსი მანჯგალაძის დასთან. ეს იყო გასაოცარი რაღაცა, პიროვნება თბილი, უთბილესი ადამიანი და დიქტაფონით ჩავიწერე, რომლის მექანიზმის ხმაური ისმოდა და ძლიერს გავარჩიე ხმა. სამწუხაროდ ის ჩანაწერი აუდიო ვერ შემოვინახე რატომღაც, არა დაუდევრების, არამედ შეიძლება წამიშალეს ჩემმა შვილმა ვეღარ მივაგენ, თორემ მე აღმოჩნდა რომ მისი შვილი ბელა მანჯგალაძის მუშაობდა აუდიტორულ ფირმაში, ბუღალტრად, მთავარ ბუღალტრად. იქ შემოხვედრა მასთან და სახში რო ვიყავი ინტერვიუზე, ბოლოს ჩემლები წამოწდა, თავიდან უარზე იყო, გავედი ჩემი მეგობრის ლია ღარიბაშვილის მეშვეობით მაგ ადამიანზე, აქვე ნაძალადევის მეტროსთან ცხოვრობენ, ახლა მისი შვილი და სიძე. და მე რო წაიკითხა საბოლოო ჯამში, ჩემები წამოვიდა, მე შვილი ასე ნამდვილად კიდევ ერთხელ ჩემ თავს რეკლამას არ უწევ, მე ამას ახლა ცნობებით ვიგონებ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი შეფასება იყო. იმიტომ თქვენ ცხოვრებაში ეს იგი ასეთი ადამიანი. უბრალოდ ემოციური არა ვარ, მაგრამ არის ხანდა. ბატონო მეხია, საარქივო ჩანაწერებს აკრავებთ, ხო? ძველ ჩანაწერებს აცოცხლებთ. კი. ამაზეც გვესაუბრეთ. ესეც უნიკალური მიმართულებაა ჩემი, მე გავდივარ პიროვნებებზე, პირველი გამარჯვების მერე ვეუბნები. ხო არა გაქვთ ჩანაწერები. რამ გამიძაფრა ეს სურვილი? ესეც ჩემი ქალაქის არქივებიდან დავიწყე. საბავშვო ანსამბლების კონცერტები და აქაც ძირფასი მოგონება მინდა გავეხსენო, გულას გოქაძე არის საბავშვო ანსამბლი, ნატვრის თვალის ხელმძღვანელი აღარ არის სამწუხაროდ, ძალიან დიდი ამაგი დადო მრავალ თაობას და მაგათი კონცერტი პირველი, აი მე რო თქვენ გაჩვენეთ ინტერვიუ გამختარი რო ვარ და კაცი ჩანვარ და ბორძიგით შეგვითხრეს სვამ, ეს იყო პირველი მცდელობა ჩემი კაცი გამოჩენის, თორემ მე სხვა მცდელობები იშვიათად, მე ოპერატორიც რანგში უფრო ლაღად გძნობდი თავს კადრს მიღმა. და რო ჩავედი 2007 წელი იყო ჩემ ქალაქში და მოვიკითხე ეს ქალბატონი გარდაიცვალა მითხეს და ვერ შევხვდი. და გადავწყვიტე რომ მოდი მეთქი შევახსენებ ჩემი ჩანაწერიდან დაწყებული შევახსენებ ამ ბავშვებს თავის ბავშვობას დავაბრუნებ ბავშვობაში თქვა და ძალიან დიდი ფურორი გამოიწვია ამ სოციალურ ქსელში და გადავწყვიტე რომ უნდა მიმეხედა ამ საქმისთვის და მე ერთი ფრაზა დამცინავე მე და ჩემ მეგობარს მზეს ჭაბუკ არსენიძეს გვითხრეს რომ შენ დაგვასწრებდი მაგას ხიერი რომ მქონდეს არ ხიერისთვის მე არასდროს ერთი ნაბიჯიც არ გადამემდგე და ამ მიმართულებით რა გამაგიჟებდა მაგრამ კიდე ერთ მაგალითს დამასალები იყო თქვენს ხელში რაც გეტყვით აგერ საბავშვო კონცერტებიდან დავიწყე მაგრამ ერთ მომენტს ამ ანსამბლთან დაკავშირებით გეტყვით დამიკავშირდა ერთ-ერთი უკვე ქალბატონი მაშინ ანსამბლის წევრი
და მითხრა რომ ხوار გეგულებათ რომ ამა და ამ დაახლოებით პერიოდის ჩანაწერია და მე მივუთითე და აღმოაჩინა თავისი ცირეწლოვანი გარდაცვლილი და რომელიც ერთი თვის მერე გარდაიცვალა იმ კონცერტის მერე და ამ კონცერტებს ბავშვები ვერ ნახულობდნენ იმიტომ რომ ეს იღებდა ოპერატორი და მიდიოდა მე ანსამბლის ხელმძღვანელთან და პრაქტიკულად თავის დავანახე ბავშვობაში უამრავ მის ასე ვთქვათ თანა ანსამბლებთან ერთად ეს ბავშვი დარჩა ამ ოჯახში იმ ასაკში და შემორჩა მისი სახე სცენაზე ამაზე თვითფასი კიდე რა უნდა გამიკეთებია და მაგის გარდა მე რო შევტოვებთ მე და ჩემო ძმაკაცმა ტყიბულის სახალხო თეატრის ფოტოები გადმოვიბარე მსახიობისგან ყოფილი მსახიობისგან მე და მითმო და მომცა სპექტაკლები გავაცოცხლეთ რომელიც ძალიან კარგი თეატრის დირექტორის არც პავლე თოდაძეს რეჟისორი მსახიობი დრამატურგი მის ოჯახშიც ვერ აღმოაჩინა სულად შემთხვევით მოდიოდა ეს კასეტები ჩემთან და მე ბედნიერი ვარ დღემდე რომ ჩემ ქალაქს ეს გავუკეთებ უბრალოდ მე უკვე დავიწყე გაფართოება ამისი და ყველგან დავიწყე ძებნა და ახალხანს ბატონი ივანე ჯაფარიძეს დავუკავშირდი ანეულიდან ვიცნობ თამაშაშვილი არის რედაქტორი გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და მან ძალიან ჯეფრასი მასალები მომცა მიხარია აი ეს უკვე სხვა თავგადასავალი ბატონო ვეფხია თქვენ ეწევით მრავალ მხრივ საქმიანობას მაინც რა არის თავარი სათქმელი თქვენი რის თქმა გსურთ თქვენი საქმიანობით ნუ შეჩერდები არის საინტერესო რა არის აი ამ ყველაფერში ადამიანებთან არის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა ცოცხალი ურთიერთობა მე ეს რომ მომაკლდა განა ურთიერთობა სტუდიაში არ მქონდა მე ტელევიზიაში მუშაობდი კიდეც იცით თქვენ სად ტელეკომპანია ქართულის ხელმძღვანელობას მინდა დღემდე მადლობა უთხრა რომ 4 წელიწადი იქ მომითმინეს ასე ვთქვათ და თუ რამე გასაკეთებელი იყო არაფერზე უკან არ ვიხევდი მე მონტაჟიდან დაწყებული ოპერატორი და საარქივო მასალების მოძიები დამთავრებული უბრალოდ მე მომაკლდა ეს ცოცხალი ურთიერთობები და გადავწყვიტე რომ კადრს მიღმა რაც მე მრჩებოდა როგორც ოპერატორს უამრავი საინტერესო საღამოები ტარდება იცით თქვენ უბრალოდ ეგ მე დრო აღარ მრჩებოდა განა იქ და რა გასწავლათ აი ამ საქმიანობამ თქვენმა პროფესიამ არ უნდა დაიხეო როგორ იქნებოდა თქვენი ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე არ იქნებოდა არაფერი აბსოლუტურად ვიქნებოდი მე გეტყვით აგე თქვენ მკითხეთ კადრს მიღმა რა პროფესიისა ვარ ესე საინტერესო მე ხო გითხარით რომ გამოცდა ჩავფლავე და სამხედროში გაწვევამდე მოდი უკან დავბრუნდებით ცოტა ჭაბუკობაში ერთი წელი მქონდა სამხედროში გაწვევამდე და მეთქი რა უნდა ვაკეთო ახლა სამუშაო რედაქციაში არ მიიღეს არ ჩამსვეს მაგრამ კორექტორი ვიყავი ტექსტის გამსწორებელი სხვათა შორის და მაშინდელ რედაქტორს მოვიხსენიებ ილია ბარბაკაძეს ძალიან კარგად მანამდე სიმონ მერკვილაძე 53 წელი რედაქტორი იყო კარგი ურთიერთობები ჰქონდა ქალაქში მაგრამ ჩემი ადგილი სტრუქტურაში არ აღმოჩნდა უბრალოდ და რა იყო იქ საინტერესო იყო კორექტურაშიდაც პოულობდი საინტერესოს ტექსტის გასწორებაში და მე სტამბაში გვეუბნებოდნენ ერთი შეცდომა არ მინდოდა გაპარულიყო დღეს ასე ვცნობთ მე პრინციპში ახლა მაღალთანამდებობებზე არ ვცნობ რა გსურთ თქვენი გეგმები მაგეთო ის საქმე სანამდე გონებას შევინარჩუნე ბაზროვნებას და ფიზიკურ მონაცემებს რომ გადავიტანო ვიდეო კამერა შტატი თუ გახსოვთ პირველად რა გადაიღეთ პირველად ალბათ გამგეობაში რომელიღაცა სიუჟეტი ალბათ იმიტომ რომ მაშინ ეს ახალი ჩაყრილი რო ფილმს რა თემაზე გადაიღებდით სიკეთეზე და სიყვარულზე სხვა რა არის სიკეთე და სიყვარული ეს არის შეიძლება ვამბობთ ვაკეთოთ სიკეთე როგორ ვაკეთოთ შანსი სიცოცხლის გაგზავნის ღმერთის წინაშე უნდა იყოს მართალი ადამიანის წინაშე უნდა იყოს მართალი და ეს არის სიკეთე თუ პატიოსნად მიუდგები მის ნიჭს მის შესაძლებლობას იმ სურვილს რომ გააღვიძო თუნდაც მიძინებული ნიჭი ეს არის სიყვარული ეს არის სიკეთე და კიდე მე შევატარებდი ადამიანს ნებისმიერს ანთებულ სანთელად რომელმაც სხვა 1000 სანთელი უნდა ანთოს სანამ თვითონ ჩაქრება სხვანაირად არ შეიძლება ახლა მე ვერავინ ვერ დამასწრებდა ბოროტებას დეტექტივების კითხვით გაჭყებილი ვიყავი ბავშვობიდან
აწყობილი ისინი სცენარები არის როგორც საკმაოდ კეთილშობილი ადამიანი ბრძანდებით მე ასე მე ღვთისწყალობას გძნობ როგორ ახერხებთ იყოთ ასეთი კეთილი მე გეტყვით ასეთ ცივ სამყაროში არც მანამდე არ მიფიქრია ბოროტებაზე მაგრამ სამხედრო სამსახური გავიარე ისეთ ჯარში სადაც უმძიმესი დანაშაულის მქონე ადამიანები იჯდნენ ხობეს მიღმა და ნახდათ არ მინდოდა რომ მათ ადგილზე აღმოჩენილიყავი ეს ყველა საშიში დამნაშავეები რეციდივისტებს რო ეძახით ეს ერთი მეორე მეშინოდა სასჯელის არა სასჯელის მეშინოდა არა ახლა თუ სასჯელია იმას უბრალოდ რაზრი ქონდა ბოროტების ჩადენას იმიტომ რომ ხედავ რომ დაიჯება არა მარტო დაიჯებდი წვალობ სიცოცხლის ბოლომდე მე რო ჩავედი 18 წლის 20 წელიწადი უკვე იქ იყვნენ ისინი ყველაზე ჭკვიანები ყველაზე მოაზროვნენ შეიძლება ერთი ვერტფრენის ღამეში აფრენა რო შეეძლოთ მაგრამ მე რა არაფერი იმიტომ რომ თავის თავს ავნეს პირველ რიგში და საზოგადოებას ну ასეთ ხალხისგან თელდან ნახევარი ვიცავდი თქვენ როგორ პასუხობთ ხოლმე ბოროტებას სიკეთით ისე იმიტომ რომ მე ბოროტს თუ დაემსგავსე მაშინ მეც ბოროტი ვიქნები და მაშინ სიცოცხლეს აზრი არა სიცოცხლის მოძრაობა არის სიყვარულში შეგაწყვეტინეთ და როგორ გააღვიძეთ ეს სიკეთე თქვენში ელემენტარულად მე ჩემს საქმეს ვემსახურებოდი ადამიანებისკენ მქონდა და მე გეტყვით აგერ კიდე ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში ორჯერ სიკვდილით ჩავხედე თვალებში პრაქტიკულად მე უზენაესმა ძალამ ამწია და გადამწია და არ ვიყავი იმ ადგილზე და ვიყავი იმ ადგილზე ორი ისტორია შეგცვალათ ამ როგორ არა გეტყვით მე შახტაში მუშაობდი მიწის ქვეშ 400 მეტრზე სანამ ჟურნალისტიკა ისე დალაგებულად სანამ შევაბიჯებდი არ იყო ყველაფერი ხო ოჯახი ხონა მერჩინა 2 მცირეწლოვანი ბავშვი და 400 მეტრზე მუშაობდი მამაჩემის გვერდით და მოხდა ისე რომ ჩვენ ლიფტით უნდა მოვიყვანეთ ზედაპირს 400 მეტრზე სადაც 400 მეტრზე მე გეტყვით უფერო სუნო გაზი არის ასეთი მეთანი რომელიც წამში გუდავს თუ გარნიაება არ მოხდა იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე სადაც ნახშირი მოიპოვება სადაც გვირაბები მაგრამ აი სარაფერი ნუ იქ ხო რომ ჩასაფრებული იყო ეგ არაფერი მიჩვევა იცის ყველაფერმა სადაც ვიდეო კამერა ითიშებოდა სხვათა შორის 400 მეტრზე სიტყვა შემეკრა მე მაგრამ ჩემი თვალით მაგეგნანახი ნახოხიალები იატაკზე გაწოლილი და ისე შევდიოდი ძველ ტრუბებში სიკვდილს შეხედეთ თვალებში უნდა ავეციეთ ზედაპირზე და გავგვიშვეს წყალქვეშ და ყველამდე წყალში ვიდექით დაახლოებით 10 წუთი და გადაგვარჩინა იმან რომ დამპალმა ხერმა გააჩერა ლიფტი და მე გადაძრომა მოახდინა ერთმა მეორემ და აქციეს იმ შეცდომა ადამიანებში რა გაიფიქრეთ არაფერი გაფიქრებაც ვერ მოასწრეთ იმიტომ რომ იმდენად მოულოდნელი იყო და თქვენს საცნობიერებაში რა შეიცვალა მაგას კიდე ერთი შემთხვევა მაშინ გაიღვიძა თქვენში არა რა შემთხვევა მოყვა მეორე შემთხვევა იყო ნუ ცოტა ხანში შახტას დავანებთ აღმოჩნდა ტელევიზიაში ტყიბულის ტელევიზიაში და ქუთაისში გამოშვეს დავალებით მეოდი სადგურზე ჩვეულებრივი ამბავია უნდა გავყო პირველ რეისს დააგვიანა იმ პირველმა რეისმა რაღაცა მოხდა წალაპარაკება სადგურზე ყველა ყვები ამას აქაც ვიტყვი და ჩამოქვსეს იმ ავტობუსიდან და გადაქვსეს სხვა ავტობუსში მოდივარ ქუთაისიდან და ის ავტობუსი რომელშიც მე უნდა ვჯდარიყავი აწყვეტია მოხუჭები და გადავარენილა ტრასიდან 25 თუ 26 ადამიანი დაიღუპა ამ დაღუპული ადამიანების მაგიროთაც მინდა რომ შეკეთება გითო ჩემი გადაცვლილი ძმის მაგიროთაც რომელიც 27 წლის გარდამეცვალა და მე წამოვედი მეტრებულიდან უკვე ბედის საძიებლად თბილისში დედაქალაქმა მიმიღო როგორც მიმიღო და ზოგადად დააბიჯებთ და დაგაქვთ სიკეთე მე ისეთ ქალაქში ვარ გაზრდილი ზოგადად როგორი გამოსავალია როგორი იყო ბავშვობა და ის ქალაქი სადაც თქვენ დაიბადეთ გაიზარდეთ გააჩერხი ბავშვობა მქონდა დღეში რამდენჯერმე მიცვლიდა ტანსაცმელს დედაჩემი ძალიან სუფთა ოჯახში ვარ გაზრდილი მე შეცვალეთ ადგილი და თბილისში დაიმკვიდრეთ ცოტა როგორი იყო შეცვალება დედაქალაქი აი ვაკეთილში რომ დავიწყე მუშაობა საკაბელოში ერთი დიდ კორპუსის ეზოში რომ შევაბიჯებდი თუ შემიშლებოდა პატარა შესახვევი ნახევარ საათი ვეძებდი გამოსავალს იქიდან რომ უფიში დაბრუნებულიყარ დღეს უკვე მიეჩვიეთ მიეჩვიე კი არა მე აუდიტორულ ფირმაში მე ვითავსებდი ჟურნალისტის მენეჯერის გამოწერებზე მუშაობდი ჟურნალების და პოსტალიონის როლს მე მქონდა ადგილზე ფეხით ძირითადად ტრანსპორტი რო არ უდგებოდა ბატონო ვეფხია
დიდი წლები გავიდა მის მერე, ბევრი გაიარეთ. რა სიტყვით იმ პატარა ვის, რომელიც გახსენდებათ თქვენი სახით. იმ პატარა ვეფხიას რა სიტყვით? თავიდან რომ ვიწყებდნენ მუშაობას, ცხოვრებას და არაფერს არ შემცვლიდი, იმიტომ რომ ღირდა ამ შეხვედებათ. თუნდაც იმ პრობლემების გადალახვათ. ამან მე მასწავლა ის რომ ხელი არ უნდა ჩამოიქნიო. პირიქით უნდა იბრძოლონ, უნდა დაგინახავენ, არ დაგინახავენ, დააფასებენ, არ დააფასებენ, გიყვარს პროფესია. მე მამაჩემისგან საყვედურის მეტი არაფერი მინდიხია, მაგრამ ერთი შემოწიალება. რატომ საყვედურო? იმიტომ რომ შემოსავალი არ მქონდა ამ ჩემს ჟურნალისტურ გადაცემას, ოჯახი მყავდა ორი მეუღლე გორეგუებოდა ოჯახი. მეუღლე, მაგრამ ახლა თავარი აკეთებდა. ჩემს თავს უწოდებ მე უიმედო პაციენტს. რომლის კურნალება შეუძლებელია უკვე ახლა მე ჩემი გამოსწორება აღარ იქნა 57 წელს ვარ და ისევე გავაგრძელებ ისე როგორც იგი ხომ გაბედნიერებთ ეს ყველაფერი გაბედნიერებთ მე თბილისში გადაღებული მასალებიდან საღამოებიდან გეტყვით და უნდა ვთქვა აუცილებლად მადლიერების გრძნობა რუსეთის საზოგადოების პრეზიდენტის მიერ მოწყობილი ღონისძიებები იყო დავით შემოქმედელი მისი ეგიდით მისი ორგანიზაციის ეგიდით მოწყობილი საღამოები მაქვს მე გადაღებული შეიძლება ვხედავთ ხოლმე ღონისძიებებზე ასრულებთ საქმიანობას 5 წელი ჩამოთვლი ასაღამოები მაქვს გადაღებული და თუ არ ღირდა ამათ ჩემი ოპერატორობა ვაჟა აზარაშვილი ნამდვილად ღირდა ჩემოჭგვასელი თემურ ჩხეიძე ქორეოგრაფთა სამეული რომელიდანაც ერთი ომარ ხეიძე აღარ არის ცოცხალი დანარჩენები ღმერთმა აცოცხლოთ დიდხანს თამარ ხირტლაძე თუნდაც ამ ხუთეული უნიკალური მასალის გადაღებად მიღირდა მე დღემდე მოსვლა სხვა რო არაფერი მე წინაც ხო ვახსენე ერთი სამეული ოთხეული რა სირთულეები ახლავს ამ პროფესიას რა არის თავარი სირთულე რა ხელშეწყობა გჭირდებათ მე მუდმივად გეტყვით მაგასაც მუდმივად ყურადღების ცენტრში ხარ კონცენტრირებას არ კარგავ უნდა მოინდომო რომ წინ გადადგა პროფესიონალიზმისკენ ნაბიჯი თვითნასწავლობის ამბავია ეს მე თვით ვისწავლე ყველაფერი მე ვარ ელმალვის მემანქანე ერთწლიანი დიპლომი მაქვს აღებული და მიტომ მომავალ თაობას ამინა უთხრან უჩერდები მეთქი მიუხედავად იმისა დაგიფასდება ანაზღაურებადი არა დღეს როგორ არის თავარია მოგწონთ რასაც საკეთ მაგრამ არის ასევე ეკონომიური პირობები რაც ფინანსებია აუცილებელი მე ჩემი სახსრებით შევიძინე ჯერ პლანშეტი ზუსტად ჩემმა მეგობრებმა ვინც შემდეგ ძვირფასი ადამიანები გახდნენ მათ შორის გოჩა ჭაბუკაიძე 4 სიმღერის თანაავტორები ვართ სხვათაშორის თვითონ არჩევს ჩემ ლექსებს ასე გავიცანე მე წარმოვიდგინე იმათ ადგილზე თავიდან შევიძინე პლანშეტი და გამოვედი გადაღებასაღება შანსი რომ გქონდეთ მსოფლიოს ირგვლივ რას გააშუქებდით სად წახვიდოდით რა ვიცი ბევრი რამე ალბათ ცხელწერტილებიც შეიძლება კინოფესტივალებიც თეატრალური ფესტივალებიც გამოფენებიც ძირითადად მაინც ხელოვნების ამბები იმიტომ რომ ხელოვნებისკენ მიდრეკილა პოლიტიკური ძალიან ჟურნალისტიკამ რატომ დაგაინტერესდათ არის მე ჰუმანიტარული საგნებისკენ მქონდა მიდრეკილება მე ბავშვობაში როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი სამართლიანი უნდა იყოს საკუთარ თავთან და რესპონდენტთან პირველ რიგში და პროფესიის სამიმართებაში სენსაციას კი არ უნდა გამოვეკიდოს ჭეშმარიტებასთან მიახლოების სიმართლეს მაინც არ უნდა ემსახურებოდეს რომელიმე პარტიულ ინტერესს იმიტომ რომ მაშინ უკვე შენ როგორც ადამიანი კარგავს შენ მეობას თქვენ რაზე გინდათ რომ წეროს პრესამ რა გინდათ რომ ტელევიზიამ გააშუქოს გეტყვით აგერ საქართველოში არის უამრავი ადამიანი უხილავი გმირი აი მათ უხილავი გმირები კარგი თემაა და თქვენთვის ვინ არის გმირი ხშირად ვსვამ ხოლმე ამ შეკითხვას რა არის იცით აი მეორე მსოფლიო ომის დროს ან ნებისმიერ ჩვენთან წარმოებული ომების დროს ერთხელ ადამიანი შეჩადის გმირობას სიცოცხლის ტოებს და ის გმირია ნამდვილად დაფასება და პატივისცემა და მოწიწება მას დაუჩოქებ მათ საფლავებს მაგრამ ის გარეშე ვიტყვი ყოველდღიურად რომ თუნდაც მეეწოვე რომ გამოდის ის გმირი ჩვენთვისაც დილის 6 საათზე რომ დგება და ის ჩვენთვის რომ დალაგებული ქუჩებს გვახვედრებს ის გმირი აუცილებლად აი მას უნდა დანახვა უნდა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს და დაფასება რა გტკენთ საზოგადოებისგან გულს რა არის იცით დასვენიეჩვიეთ ნიჭიერი ადამიანის აუნახავობა
იმიტომ კი არა მე რაღაცა სწავლა. საზოგადოება როგორ აფასებს ადამიანს ზოგადად? პრაგმატული. მე დანეგდოც გეტყვით თქვენ ექიმთან მივიდა ავადმყოფი და ექიმო ხელებში რას მომჩერები ხარ ფეხი ქონდა შეხვეული. ფულს ელოდა ის ექიმი პრაგმატულობისგან. ჯერ ფული მერე დანარჩენია. არა პატიოსნად მოეკეცი ადამიანს ნებისმიერს. ნებისმიერს იმიტომ რომ ის პატიოსნება შენ უფრო გაკეთილშობილებს და უფრო უკეთეს ხდება. ადამიანი თანასწორი ვართ. აბა რა, დღეს ირღვევა ხშირად ეს ცნება. რაში ხედავთ ხოლმე? რაში და ადამიანი რომელიც უნდა დაინახო და დააფასო, იმას არ დააფასო. იმას არ აქვს სიყვარული, მოკლებული და არა და მე ბევრი შავმეტრიალებია ჩემი ყურადღებით. არ წრაბახობ ნამდვილად. იყო, მაგრამ არ დავასახელე, გვარდასახელს. შინაური წრიდა რო გქონდა დაუფასებლობა. კი, მე ვაგზნობია მას ყურადღება. ასევე წერთ ლექსებს. კი. ეს პოეზიაზეც გვიაბეთ, როდის დაწერთ პირველი ლექსი? მერვე კლასიდან. რას ეძღვნება თქვენი ლექსები, ვის ეძღვნება? რაც მომივა თავში, მაგრამ გეტყვით, რომ პირველი პერიოდი მე მქონდა მერვე კლასიდან 2007 წლის ჩათვლით, რომელიც თვლი რომ იყო წავარჯიშება. და ნუ სასაცილოდ მეჩვენება დღეს. შემდეგ ჟურნალისტიკამ და ტელევიზიამ გადამიბირა. მქონდა 9 წლიანი პაუზა და უცებ მოხდა ისე რომ ერთი წლის განმავლობაში დაგროვდა Facebook-ზე და გამოვაკეთე ციგნი. უბრალოდ რომ დავეჭდეთ. ციგნზე რაც არ არის, მე გეტყვით გაჩვენეთ ახლა ჩემს კრებულს, რომელიც ვერ არის. წაგვიკითხეთ ერთი ლექსი დასასრულს თუ სურვილი გაქვთ. აუცილებლად და უბრალოდ ამ ციგნის ისტორია მინდა გითხრათ. გამოიდარებს სიყვარულს. საინტერესოა. კი. და ამ ციგნის ისტორიას გეტყვით პატარას. ჩვენ აუდიტორიულ ფირმაში მუშაობდით მე და ბატონი გელა ჩადურნელი, ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დირექტორი ცოდნისაში. მე გახდა აუდიტორიული ფირმა FMG-ის გენერალური დირექტორი, რომელიც თავისი რეიტინგით არის, რატო ახსენებ ამ პიროვნებას გეტყვით მე-6-ე საქართველოს მასშტაბით და ერთ-ერთი უცხოური ფირმის ასე ვთქვათ თანადამფუძნებელი თანაპარტნიორი და მან მომწერა პირად შეტყობინებაში რომ ხო ციგზე არ გიფიქრიაო და სულ არ ფიქრობდი ციგზე თქვენ გამიჩნდათ იდეა შემდეგ გამიჩინა იდეა და არ მარტო იდეა გამიჩინა მოდი ჩემთან დაგაფინანსო 1000 ლარი ჩამედო კი უცოთ ხო და ეს არის 2017 წლის კრებული ეს კრებული მე დავარიგე ყველა გამოიდარებს სიყვარულისთვის აუცილებლად არის სიყვარულის დრო ყოველთვის, ყოველ დღე, ყოველ წამს, როცა ორი ადამიანი ამდაშიც ნებისმიერ დროს, როცა ადამიანს ერთ ადამიანს მეორე ადამიანისადმი სიყვარულის გამოვლენა შეუძლია. ნებისმიერ დროს. მე მინდა დღევანდელი დღე სიყვარულს მოაქვს ბევრი დღე. დღევანდელი დღე მინდა დაგამახსოვრო, ლანა. ეს ეგზემპლარი არის ბოლო, რომელიც ჩემ ხელშია და მე მინდა ეს განვუქცეთ საჩუქრად. რომ დავამთავრებთ გადაცემას ავტოგრაფსაც დაგიგებთ. ახლა კი მაყურებლის თანდასწრებით რო არავინ ის გათამაშება. ეს არის სიყვარული. აი ეს არის სიყვარული. ეს არის სიყვარული და ის ადამიანები თქვენი ერთი ლექსი და უნდა დავასრულოთ გადაცემა. მე ამ ლექსს წავიკითხავ რამდენიმე გაზეთი მოვიტანე თვალსაჩინოებისთვის. პირველი ფრაზა ჯილდოს და აღიარების მოლოდინის გარეშე. ეს არის ჩემი ფრაზა. ახლა ხანს დაიბეჭდა როგორია ცხოვრება ჯილდოს და აღიარების მოლოდინის გარეშე თან თავისუფალი ადამიანი ხარ იმიტომ რომ თუ რაღაცას მოელოდები ის ხო არ ნათქვამი მადლიქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დახვდებოდა მაგას დაგაგდებოდა თუ იცი ყველა მადლიზე დადე ქვა უკან ზოგში მოკვა როგორც საბობთ უფრო ადვილია ასეც ადვილია როცა არაფერზელოდები და მოლოდინი არის და უბრალოდ აკეთებ შენ საქმე უნდა აკეთო შენი საქმე და ის ღმერთმა იცის შენ რას გემო მაგრამ ადამიანები ხედავენ იმ გაკეთებულს იკეთეს ცოტა გულსატკენი არ არის ეს უკვე მადლიერების ნაკლებობა იმან იკითხოს მაგრამ ისე უკეთებთ იმ ადამიანს იკეთეს რომელიც მადლიერი არ არის განმეორებითაც შემიძლია იმიტომ რომ ღმერთის წყალობა ღმერთისგან ღმერთმა ადამიანის ხელით გამომიწოდა მე წყალობა წიგნის ავტორი გავხდი 50 წელს 2017 წელია ეს საერთოდ რო არ ველოდი თქვენ ფიქრობთ რომ თქვენი გაღებილი სიკეთე რაც კი ოდესმე გაგიკეთებიათ ამ 500 წელი ეს წიგნი 500 წელი მე დავარიგე იცით თქვენ ჩემ ქალაქში თბილისში სამეგობროში საინტერესოა გისმენთ
თუ არ ავღებდი ძალიან რა გითხრას ეს თუ კიდე გადაიკითხოთ არა დავიკითხე რაზე ლაპარაკი ამ ლექსმა განსაკუთრებული ის დატოვა ჩემში იმიტომ რომ ფრაგმენტულად გზაში მოდიოდა ეს ტიქონები და სანამ სახში მივედიოდა და დავაფიქსირე რომ მავიწყდება იმიტომ ვიტყვი წმინდანის მანდილი ხმაურში სიმშვიდე არ არის ადვილი ტაძრამდე მიხვიდე ტყუილის მორევში სიმართლე გიდია დამოკლეს მახვილი 60-ს დავეძებ უდაბნო მომელის არსაით ძახილი გაძლება გმირობა მოკლული პირობა ბღაველში ჰანგები არ დაიკარგები სიტყვაში ქარაგმა თუ დაიკარგები დასულის ვედრება ლოცვად და მხედრებად სამშობლოს დარაჯად თვალწინ რომ ლანდად მაქვს ნაკუწი ჩოხის და ტყვებით ფარაჯა კოშკების დამცველი არაზროს მშორდები ლეგენდალ გმირობის არ განმეორდები სინათლე ბნელეთში ხურბლები ხევებში ლამაზის მანება უკვალოდ გაფანტვა და კვლავაც არხილვა რომ დაგენანება სინორჩე ტალახში სინაზე ბალახში ქარმა რო გათელა გრძნობების ტრიალი დარდად და მორევად უეცრად გამხელა სტრიქონის სტრიქონთან სულიარ იღლება ფრენად და ჰანგებად რომ გადმოიყურება დროჟამი ძუნგელი არიცის დანდობა სტრიქონის სხივებად წყალობად განდობა ჩვილია მირონით ზეიმი ნამდვილი ცოცხალი არ მოკვდე არ არის ადვილი ცოცხალი არ მოკვდე არ არის ადვილი ეს არის თავარი მიზანი ცხოვრებაში სიცოცხლეში ბატონო მეფხია უნდა დავასრულოთ გადაცემა უდიდესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის მიხარია რომ დღეს იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი მეც მიხარია რომ ჩვენ არაერთი დღეა და კვირა ვიცნობთ ერთმანეთს მაგრამ ეს შეხვედრა რომ ჩატყობის გარეშე მოხდა სპონტანურად მაგრამ მე მგონია რომ მე როგორც რესპონდენტი კარგი აღმოჩნდი თქვენთვის და უბრალოდ თქვი სათქმელი რომელიც შეიძლება დამწყებ ჟურნალისტს ოდნავ მაინც ბიჭს მიცემს იმისთვის რომ ემსახუროს საყვარელ საქმეს თუ ის საყვარელი საქმეა არაფერმა არ უნდა შეაჩეროს წინ სხვანაირად მაშინ არ გიყვარს ის საქმე მარტო ხელფასისთვინ კი დღეს საჭიროა მე კერძო გადაღებებზე რო ვარ და ჩემი აპარატურა რომ მაქვს იმას ახები ჭირდება მაგრამ იმას გიყვართ საქმე და აკეთებ ხო აუცილებლად ამშვიდობებით მადლობა დიდი მომავალ შეხვედრამდე ჩვენს მაყურებელს ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო ემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე Love to follow Samgharu rum bikhadela masperebi Sitsotsqlisatvis Mitsi chekrin sxeushe rom shtaberesuli Dapuri chveni Arsobis amovipovot chveni xelebit Da chven veunda Davigvalot ცხოვრების ხული Gmadlob tu palo Qovel დღისთვის რომ მიტენე Ხედავმზეს თვარეს სიცის პერეზეთის თავანის რომ შემიძლია გამკლავება ვიცმუს მიღერებს და გვერდით ავლა მოროტების მავანი Motminebit umzer samqaros Adamis modgmas Tsodvebit rom savsi aks galta Shenive madlit Vatsalobit khvela gambano Dakhsna gvibodzo Tsodvil damartalt Tiva utalo Natsamebi shenive jvartsma Khvela iara
სისხეულის ნაფლეთები სისხლის წვეთები მეწვის სხეული მეკლები შენს ხეულზე რომ გადაიარა ტკივა და შენს სინანულით უხლძებეცები შვილებს ამქვეყნიური შური ღალატი ნების თარეში მოგმაძლე ღმერთო შენდობა და ლოცვის წყალობა გულიც მინდა და სინანულის რემლი თვალებში შემინდებით ხომ ვეწამები დაგათენება მაშინებს თვალის შემოვიდევ ცოდვები ჩვენი შენი სიწმინდე და შენი მადნით გაცხო